საღამო მშვიდობის შუადღეა, მაგრამ საღამოს ავტვირთავად დაიწყო. საღამო მშვიდობის ძვირფასებო, როგორ ახართ? ესე იგი, მოვედი, ქალაქში ვიყავი ახლა. არ გინდა? გავაკეთებ ეხლავე. გინდა? აბა რატო გამორთე დედა თუ? იმაზე წავედი და მითხრეს, რომ რა ვიცი, იმ გოგო მითხრა, რომ არაო, არ გექნებაო, არანაირი პრობლემაო მითხრა. ხოდა მოკლედ, რა ვიცი, მეც მაგის იმედი მაქვს. ხელფასთან დაკავშირებით, ჩემ ხელფასთან. პირადობა რომ გამოვცვალე, პროულად უნდა მივსულიყავი თურმე და მე არ მივედი. რა არის? ძალიან ხო არის ჯუჯღუნო. ახლა ხანს მოვედი და გიჟივით დავდივარ, დავამტვერს ასრუტე, საცოდაობა დამხვდა და გეგა ამდგარი არ იყო და ის დავალაგე უცებ. ეს აკდებს, წამოდი იქეთ დაჯექი მაშინ და იქეთ აუწე. წამო. ლოგინში წადი. დედიკო რა გავაკეთო? მიშლის, შენ კიდე აკრეატებული გაკეთა სიმღერები. ჰა, ისმის ეგერ. ღმერთო. მოკლედ კიდე მადლობის გამო დავიწყე ამ ვიდეოს ჩაწერა, თორე არ ჩავწერდი. იმან ჩემმა საყვარელმა გოგომ საბერძნეთიდან ჩამერიცხა 100 ევრო. ვიცოდი რომ უნდა ჩაერიცხა და სიმართლე გითხრათ დაჯექი, კაი ბიჭი ხარ. მოგიყვეთ ეხლა რა როგორ იყო? აზიაში ვარ. ეგ იმებში საკანცელარიოში და მესიჯები მოდის და მოდი შევამოწმებ მეთქი მესიჯებს, მაგრამ თან მინდოდა რაღაც მოგვეწონა, ანუ ბავშვებისთვის სასაჩუქრე პატარა ტომრებს ვაკეთებთ და ერთნაირები რომ გამოსულდათ რაღაც მომეწონა და მოდი ამას მაინც გადავიღებ და გოგოებს ჩაუგდებ მეთქი. წყალი არ მოდის დედიკო და ეგერ ნახე თბილი წყალი დგას და დალია მაგ. ხო თქვი, აი ხო გითხარით მე რომ დღესასწაულებზე აი ესე არის მეთქი ყოველთვის ეგრეა. აი ყოველთვის გეუბნები თუ რაღაცა ხდება, მაშინ უნდა არ არის მაცივაში ჩაიხედე, არ ჩავდგი სპეციალურად. ან შენს პოთში არასხია? დედიკო დავიწყებ საუბარს და მე თქვენ მალაპარაკებ და მე მავიწყდება რაც სათქმელი მაქვს. რა გავაკეთო არ არის აბაცივი. ხო და ესენი გავაგზავნე და თან ჩემ გოგოს მოუწერია და ნახავ რა მომწერა თქო და აი ეს ქვითარი თუ რაღაცა ჩამიგდო და მოკლედ მე რო იმას ქენიო მუხა გაუშვი და აიღოსო და მუხა სახელზე იყო. დავხედე და 100 ევრო რო დავინახე, ისეთი მივაკივლე ბავშვებს გეფიცებით, სამივე სიცოცხლეს ფიცავარ მედალი ყავიყავით და იქ ვინც იყო მე მიყურებდნენ, ვაიმე, გამეცოდი მოხდაო მეუბნებიან და თამე გაბრაზებული ვლაპარაკო, ვაიმე ამდენი რატო დარიცხა და თვითონ წვალობს და მე რატომ ამდენი დამირიცხა და აი ეგეთი ვარ. და მეუბნებიან ეხა, რამდენი დაგირიცხა 100 ევრო, დამირიცხა მეთქი. გოგო, რომელიც სულ თვითონ წვალობს, მუშაობს და მე დამირიცხა 100 ევრო მეთქი და შენ კიდე ბრაზობ და ეჭხობებიო ადამიანმა პატივი გცავ. პატივი მცა ვიცი ხალხო, მაგრამ მეც მესმის ადამიანების ყველას უჭირს დღეს. ორმა ადამიანმა მომწერა და სამივე შვილები მომიკვდეს 100 წელი და 100 წოდეს დავიფიცებ ტყუილზე. ორივეს ვარი უთხარი. არ მინდა არავის შეწუხება, არ მინდა მე. და მაგიტო. მე არ მიყვარს დამალვა, არ მქონია არც ერთი ვიდეო ისეთი, რომ არ თქვა უთქვიათ, მაგრამ მაინც მადლობა გადამახდია. კი, სახელი და გვარი არ მithქვია, რომ არ უნდათ, მაგიტო, მაგრამ რაღაცას რომ ჩუქნიან, არ შემიძლია რომ დავმალო და მე მომდის სამანძღავი კომენტარები ჩემი მათ, რომელიც დიდად არ მაინტერესებს, მაგრამ მიუხედავად იმ სამანძღავი კომენტარებისა, ყოველთვის მაინც გავაგრძელებ რომ რამე მადლობის გადახდას. იმიტომ რომ ადამიანები იმსახურებენ რომ მადლობა გადაუხადოთ და არაფერი არ მაქვს დასამალი. როცა ადამიანი გჩუქნის ის თავის თავს აკლებს, იმ ადამიანებს არ ართმევენ, ვინც მე ილანძღებიან იმათ.
თავიანთ ოჯახს აკლებენ, თავიანთ შვილებს აკლებენ, თავიანთ საყვარელ ადამიანებს აკლებენ და მაძლევენ. შუქნიან ჩემ შვილებს. ხო, სხვათა შორის ეხა კიდე ისიც რო იყოს, რომ აი რომ არ გდომოდა, არ მიწერდი და იცოდა თვითონ. და მე და ჩემს გოგოს დიდი ხანია გვაქვს ურთიერთობა, ასე რომ სხვანაირია რა, აი როგორ გითხრათ. მე ხა რო არ მიმეცა, ისევ არ მეთქვა მაგაზე კი, ეს ისე გამოდის, რომ მე ადამიანს კარგავ. ესეთი არის ისიც ჩემსავით ჯიუდი. ასე რომ უღმესი მადლობა, რომ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა. და სხვათა შორის ამ გოგოსგან მე საიდან გავიცანი გეტყვით, YouTube-დან რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა ვიდეოების, ანუ სხვა ბლოგერების კომენტარების ქვეშ. წერდა ყოველთვის ჩემზე კარგს და აი იქიდან გავიცანი მოკლედ, იქიდან მოხდა ის ადამიანი ჩემ გულში, მართლა. აი როგორ გითხრათ, როგორც ჩემს დებთან კი არა შეიძლება უფრო ხშირი მიმოწერაც კი მქონდეს კი კახელდასთან ძალიან ხშირად, მაგრამ მეორე შუათანასთან იმდენად არ მაქვს. თვითონაც არცალია მაინც რაღაც საქმეები და მოკლედ რაღაცეებიდან გამომდინარე, თორე მოკლედ ძალიან განსაკუთრებული ადამიანი არის ჩემთვის, ამის თქმა მინდოდა. მე იცით თქვენ რომ მე ამჩვევია ბევრი რაღაცნაირი სიტყვები ამჩვევია, მაგრამ იმან იცის ჩემი მისადმი შეხედულება და საერთოდ გრძნობები იქნება ეს თუ რაც იქნება. მე თუ რამე მიჭირს ამას ეხლა ფულს და რამეს არ გულისხმობ ხალხო, საერთოდ პირადულში თუ რამე პრობლემა მაქვს, თუ რამე ვიღაცისგან წყინს და სხვას ვერ ვეუბნები და რაღაცა ყველაფერი დეტალურად იცის ჩემმა გოგომ, იმიტომ რომ ძალიან ვენდობი და არასოდეს არც მიფიქრია, რომ ანუ ვერ ვენდო უნდა ამ ადამიანს, ისეთი მაგარი გოგოა, მართლა, უმაგრესი ადამიანი. ხო და ამიტომ მინდოდა ჩემი გოგოსთვის მადლობის გადახდა. მინდა რომ ღმერთმა მისცეს ძალიან ბევრი. იმიტომ რომ ისეთი ადამიანია, ნახეთ, თვითონ წვალობს დღე და ღამე. და სხვებზეც რო ფიქრობს, სხვებზეც ზრუნავს, აი როგორია. ბევრი და მილიონები რო აქვთ, იმათაც უჭირთ გაცემა ხალხო და ჩემს გვერდში სულ ესეთი ადამიანები არიან, რომლებიც მართლა დღე და ღამე შრომობენ და აი მართლა ისეთები მყავს, რომლებსაც შეიძლება პრობლემები ქონდეთ, მაგრამ მაინც რო არ მიგატოვონ და მაინც რო დაგიდგენ გვერდში. აი ესეთი ადამიანები მყავს და უღმესი მადლობა ჩემს გოგოს, ძალიან დიდი მადლობა ამ თვეში. ხელფასიდან 50 ლარიღა დაგვრჩა, სამივე შვილებს ფიცავარ ამას თუ ვიტყობოდე, რომელიც მართლა არ ვიცოდი, ვითომ ფიქრობდი რომ ცოტა მეტი გვრჩებოდა. და ჩემ ხელფასზე ვიყავით კიდე ახლა დამოკიდებული. მუხანის სარაჩუქარი ფული რაც უნდა დაერიცხოს, არ ვიცი, 275 დაერიცხა შაშა. ბავშვებზე საჩუქრები რაღაცეები მინდოდა, მაგდის გადასაფარებელი, მოკლედ ხო იცით, ბევრი რამ. ეხლა არ მინდა მე ცუდად რომ გამომივიდეს თვად ესე გულხილად ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ არ მოსწონს ხალხს თურმე ეს. ადამიანებს არ მოსწონს. თქვიო რომ არ უნდა ვილაპარაკო რომ ის ნისიაზეა, უნდა ვილაპარაკო რომ რაღაცეებს რო ვიღებ. ფულით ყიდულობ ხალხო. ამდენი ფული. ხო, მოკლედ ესეთი ამდენი. ეს მალაკო მქონდა ამაში და ის თავსახური მაგიტო მქონდა, თითქოს და არ მქონდეს კონტეინერები, ხო იცით რომ ბევრი მაქვს, მაგრამ ვითომ ვერ გავიმეტე მაინც. ღმერთმა ბევრი მოგცეს ჩემო გოგო. იმდენი რომ არ იცოდეს სად წაიღო და ეს სიკეთე
მაგად 1000 მაგად მილიონჯერ დაბრუნებოდეს უკან რა ვიცი რა გითხრა არ ვიცი მეგი გავბრაზდი დღეს და გითხრა არ ვიცი მოკლედ ძალიან მიყვარხარ შენ გულში მყავხარ ვიცი როგორ ვარ მე და შენ ესეც იცი ხო და ასე რომ ყველაფერ კარგს საუკეთესოს გისურვებ ყველაფერი კარგი მემეტება შენთვის. ეხლა ვერ გეტყვი ჩემ თავს, იმიტომ რასაც უსურვებ იმას მეც, იმიტომ რომ ჩემ თავს ზოგჯერ ისეთ რაღაცებს უსურვებ ხოლმე ცუდს, როცა რაღაცა პრობლემა მაქვს და ასე შემდეგ. მაგას ვერ გეტყვი. აი, ჩემ შვილებს რასაც უსურვებ, ხო ყველაფერი საუკეთესო მინდა, იმიტომ რომ ჩემს თავზე ძვირფასი ჩემთვის ეგენი არიან. ამათთვის რა სიკეთეც მინდოდეს და როგორი წარმატებული ცხოვრება და ბედნიერება და რა ვიცი ყველაფერი კარგი მინდა ისეც უსურვებ ამ გოგოსაც ყველაფერს საუკეთესოს მოკლედ ეს გელინა ქაქიკი გამომივიდა მაგრამ რა ვიცი ხო კიდე არ ყოფნის სიტყვები ხო ეგ მარილი და შაქარს არ უშრები რა არის მუხრანი 50 ლარი მომცა ჟოზაზე მისაცემ სარზარგა ფული არა, ცეკვის ფული და ისმა გადადებული მასწავლებლის. იქდევს. 25-ია ერთი მასწავლებლის 40 მეორის. 30. ჰა? 30. ჰა. იდორიზი სერაგილას ყოფილა გაწყვეტილი. ეხა ორ შაბათ ქალაქში მიდიხარ? არა, არ წინ გადავდივარ. ორ შაბათს მივცე უნდა თორე სიცხვილი. შაბათს იმას. That's chowder. იქეთ თუ მიდიხარ ჟოზას ვერ გაუტანი იმას? ჟოზას? არ მივდივარ და აშკარად. ჰა, 25. ეს 40. ჰა, 30. ეს ჯამბულისი და იმის სას მივამატებ. ჯამბულის უნდა მიუტანო ხვალ. ჭკვიანა. მალე მორჩი წამლებიც მაქვს საყიდელი და ჩემმა გოგომ რომ გამოაგზავნა იმას მოაკელი. ჩემს დროს ხეს ვიყავ იმასთან. ჩემს დროს ხარქვია. once I can come ვიყავი მე მარტო მისული. იმიტომ რომ ბავშვებს ვერ წავიყვან, სულ სავსე არის ხოლმე იქაურობა, თან ვირუსიანები არიან და ამიტომ ყოველთვის აქეთ რაღაცა მოვიტანეთ. გადავწყვიტე რომ არ წავიყვან ბავშვებს მეთქი და წავედი მე კიდე თან გავუარე. გამომიწერა სიროთი მარტო მითხრა რომ დანიშნულება ანუ ეს მოგცესო ბავშვო რამე არ დაუნიშნავო და არა მეთქი უთხარი და თქვენ მოგიტანეთ მეთქი ის რა ქვია აი ეს ანალიზის პასუხები რომ ქემაინც თქვენ იმას მიზამთ თქო რამეს თუ დასანიშნია დაუნიშნავთ თქო ეს მასალა ხოდა ამა უნდა დავლიო რამდენი დღე არ დამილევია ხო გამოწერა ფლუდიტეკი და ინგალაციები დაუკეთეო ფლუდიტეკი უყვარს ამას და კარგად სვამს მე ხაც ვაძლევ მაგრამ საწავედი ის ქავავდი ეს სამგონი ხო აი ფლუდიტეკი და ინგალაციები, პულმიკორტიო და ნატრი. უი, 1 მილიწერია, მე ბევრს უკეთებ ნატრის. 4 მილს მაინც უკეთებ. ორჯერ დღეში 8-10 დღე გაუკეთო. ხო ნახეთ იქაც. ესეთი ამბები ამ კაცს სულ მანქანა უჭერს ხალხო სულ
სულ რაღაც პრობლემა აქვს. ტელეფონის ფულიც შესატანი მაქვს, ის გადადებული მაქვს. იმიტომ რომ ერთი დღე რო გადავაცილო, მე 4 წლიანზე გადავა და უფრო ბევრი მექნება გადასახდელი, ანუ საკომისიოებიც. ამიტომ არ მინდა რომ გადავაცილო. ცოტა ხელი მინდა გავაკეთო ეს, იმიტომ რომ მე უცებ ხავდება ამაში და ხოშტებიანი გამოდის მერე, რომ უკვე მეორედ გავუცხელო და ვაჭამო. ძალიან ცხელი ყავაც არ მინდა. მორჩა იგიც. ეხლა ჩემ ხაჭიქაში გავიკეთებ. ერთით რო თქვა მე მართლა აი გულით არ მინდოდა მართლა რომ შემეწუხებინა და შეწუხებულიყო. თუმცა აი სულზე რაღაცა რომ მოგისწრებს ისეთი იყო. ხოდა მოკლედ თან ეხა ეს ფლუდიტეკი მაინც ცვირი არ ღირს. პულმიკორტი არ ვიცი რა ღირს, მაგრამ დასამატებელი მაქვს, იმიტომ რომ გოდესაც რომ ვაძლევ ვუკეთებ, გეგასაც ვუკეთებ თან და ეხა ამასაც მივამატებ. მოხურედე და ეს კამი მიწიე, კარგიდე? გეგა მასე მაგიტო გტკივა დედიკო. მიადე თავი ასე სწორად დაჯექიდე. დედა როგორ მეშინია ამ ბავშვის რომ ექიმთან არ მომიხდეს, ამ ბავშვის მიყვანაც. ეხა კიდე რა პრობლემა მაქვს მე? გოდეს აქვს კონცერტი პარასკევს. მუხა ვერ ითხოვს, იმიტომ რომ უნდა ითხოვოს ეხა რომელიღაცა დღე, რომ ძალიან სასწრაფო საქმე აქვს ახლობელს და უნდა გაყვეს. არ შეიძლება კინაღამ წამოც და არ უნდა ვთქვა. ხოდა მაგიტომ იმას უნდა გაყვეს მოკლედ. იმდენი გარეცხილები მიკიდია, გარეცხილები რომ მიკიდია, თავს ვერ ვზნობ კომფორტულად და რატომ იცით, აი სულ მგონია რომ არეულობა მაქვს თუ იქ გარეცხილები კიდია. მოიწევს, მაგრამ სხვა გზა არ არის. თითქოს და ნახეთ ზვიფასება როგორ არის, არ მეტყობა თითქოს, მაგრამ აბა წონას რატომ მიჩვენებს, ვერ გავიგე. წონას მიჩვენებს 59 ვარ. ზუსტად 59.00. და რო დავდექი, ვფიქრობდი რომ 57-ზე მეტი მაინც არ ვიქნებოდი, მაგრამ 59 ვარ. ერთხელ ჭამე ის შია საშინლად, არ ვიცი რა არის ეს ძვირფასება, როგორ ვარ იცით? აი, სულ რომ გშია. ფეხმძიმედ არ ვარ, ვერც ვიქნებ. მაგრამ რატომ შია სულ? სულ მშია. სულ რაღაცა მინდა. Home, sweet home. კბილი სახლი. ღმერთო დიდებულა. მართლა დიდი ხანია რა წყავა არ დამილევია, ძალიან დიდი ხანია. კრას გამომიტანა მუხამთმის და არ შემიღებია, უნდა შევიღებ. წუხილ ჩამეძინა. ფარდები უნდა ჩამოუხსნა და გავრეცხო. წყალი არ არის. მოკლედ, დღისით არ მიყვარს ხოლმე ეს ანტიტილიკანა რო არის და ხამე მიჩევნია, ხამე გარეცხო. ხამე რო გავრეცხო და მე უცებ ისეთი ქარია უცებ აშრობს. ზოგი არც აშრობს, გარეთ პირდაპირ კიდებენ თურმე, მეც მასწავლეს ეხლა ეგ. მართლა ბავშვებს გეფიცებით მითხრეს, თორე მაგი ვერ მოუტვინე, რომ აი მასე შეიძლებოდა.
დავდე, კიდევ კაი არ დავდე მეგონა ის ფული 15 ლარი მქონდა დასადები. ხო საკანცელარიოში რაზე ვიყავი და აი ის რაღაც საჩუქრები მოვიძიოთო. მე სხვა გოგოები უნდა წავიდნენ საყიდლად, მაგრამ მაინც შევიაროთ, ვნახოთ ერთი რა არისო და ერთი რაღაცა ვნახებ გოგოებსაც ჩავდე, რავი, რამოდენიმეს მოეწონა და არ ვიცი ვის მოეწონა, ვის არ მოეწონა. მე რომ მივვლე ვნახოთ რა სიყიდიან გოგოები, ჩემთვის სულ ერთია, რა ვიცი, რასაც გადაწყვეტავენ, ის იქნება. არ ხიბდა ძვირი 7 ლარი ხიბდა, მაგრამ მე შეფუთვაში გვინდა რომ ტკბილიც გქონდეთ, გოდე არის თოვლის ბაბუ და რომ დაურიგოს და ერთნაირები რო გქონდეთ, რომ გული არ დაწყდეს. აი ჩემზე უკეთესია შენი და ასე შემდეგ. მაინც ყველა სხვისას უყურებს. ბავშვებში ასეა. კუბიკები, რაც ადას უყვარს, აი ძალიან გიჟდება და ამაზე ჭამენ და კლავენ ერთმანეთს, აი ასაწყობები რო არის. მაინტერესებდა თუ გქონდათ სუსტად გქონდათ 3 სხვადასხვა 20 ლარიანი, 25-იანი და 35-იანი იყო რაღაცა ესეთი დიდი, ბევრი და რაღაც ნახატებით. არ მინდა ის 35-იანი, ის 20-იანი რო ვუყიდო, ის მინდა საჩუქრით. ეხა თან არაფრის მოტანა არ მინდოდა მაინც. ის ქალი მენისიადაც მაძლევს, მაგრამ აი როგორი ვარ იცით, ძალიან მეგიდება თქმა. და ლიკა მოთხა მე რომ მოვიდეთო, მოგცემო კიდევ ისიაზე რომ წავიღოთო და კიო გითხრა. მარტო არ წავალ, იმიტომ რომ მე ვერ ვეწყი ისე ლიკას ვათქვევინებრო რამე. მეუბნება მუხრა იტყეს რამდენი დაიდებალიო და მართლა არ მომიტანია არაფერი თქვი, იმიტომ რომ ამ თვეშიც ესე გათვლილად არ მქონია, რომ აი ესე იქნებოდა არა და ანიკო დეიდასთანაც მოვიტოვე 300 ლარი კიდე. ხო და ესე ყოველ თვე მაგდენი რჩება რა ამანდ. მუხრანი ამბობს ორი თვე არც არ ვიაროთ სახში ვიჭრეთო. არც დავდივართ, მაგრამ ეხა საახალწლო წასვლა რომ იწეს, როგორც შარშან ისე ვერ წავალ. შარშან მიმქონდა საჩუქრები რაღაცები. წელს ტკბილზე დავჯერდები. ესე იქნება სხვანაირად არ შემი. ისიც დიდი ხნით არ მივდივართ. არ მინდა მართლა ვალების დადება, იმიტომ რომ იანვარში ხა იანვრის ხელფასობაზე უნდა მოვიტოვო ეს ლეიბი, ერთი ლეიბი ხო ვიყიდე, ადიალა, 2 ბალიში და რა ვიყიდე კიდე? ლეიბი, ადიალა, 2 ბალიში. 2 თეთრეულიც რო ვიყიდე, მაგისი 200 ლარი მაქვს მისაც. იმას მივცემ და ეგ არის. ტელეფონის ფული გამომიგზავნა, ვისაც ტელეფონი. გამარჯობათ მეგობრებო. მაგრამ გამოიწერეთ დედიკოს არხი. ხო, გამოიწერეთ დედიკოს არხი. მაგრამ ვისი ხელითაც გამომიგზავნა, მოკლედ ძალიან ჭირდებაო თანხაო და თუ დამითმობო და წარვეიდგინე, ხო კი ვიცოდი 50 ლარზე რომ ვრჩებოდით, მაგრამ ვერ ვუთხარი უარი ისეთი ადამიანი იყო. იმდენი სიკეთე ჩემი შვილებს. აი ესე. ესეც ვიფასებო იანვრის ხელფასობაზე მოგცემო მითხრეს და იმედია მაშინაც არ გადამაგდებს და სხვა არაფერი. არ არის ისეთი ვიღაცა, მაგრამ მაინც უგებ. მოხანი მე ასეთი მიყურებს. რა უთხარი გოგო? 50 ლარით რჩებიო და მალადეთ შენო. მაგრამ მოკლედ იმანაც ისეთია რომ უარს ვერ ეტყვი და კაი, რა სიზამრამე იქნებაო და იქ. ამიტომაც ვთქვი რომ სულზე მომისწრო თქვა ჩემმა გოგო. ესეთი ამბები. უბრალოდ არ მინდა ის ადამიანები გამოვაჩინო, თორემ მე ხომ მაქვს ის მესიჯებიც, ჩემი უარებიც. მაგრამ ალბათ აქ არ უყურებენ ესე იმად რა ქვია, სრულად რო გაიგონ რო რაღაც. მაგრამ
მე ვიცი ახლა რა ადამიანებს ხო ვიცნობ და მანამდეც რომ მქონდა ურთიერთობა ისედაც აი ადამიანს ესეთ რაღაცაც შევსწრები ვარ კიდევაც ბევრჯერ რომ გოდეცი ნუ აწვალებ აი რაღაცას აჩუქებენ და უცებ რომ აი მადლობა და ასე შემდეგ მე გამორთმევაც კი მერიდება ესე ხელის გაწდემაც ვაიმე არ შეწუხდა აი ძალიანაც რომ მინდოდეს და მჭირდებოდეს აი ეგრევა მიკვირს რა მიკვირს იცით ადამიანები რატომ ვერ იგებენ გულახდილობას რატომ არ მოსწონ თუ ადამიანი გულახდილია და რაღაცას სრულიად გულწრფელად საუბრობს ვერ გავიგე რატომ იღებენ ამას სხვანაირად ეგეც ვერ გავიგე გოდე რა ხდება აბა რა ხდება იმედია და გადახილი არ არის ეგ იმედია ესე იგი ქალაქში ხო ვიყავი გასული დალაგებული დავტოვეს სახლი საჭმელი ბავშვებს ვაჭამე მე ეგრე არ გავდივარ თუ ბავშვები უჭმელები არიან და გეგა ადგა და მარტო გეგას მეთქი მუხას უთხარი ეს გამხეხე ისე მიდეს სარეცხის ხილიც აღებული მოკლედ მუხას უთხარი მარტო გეგას ჩაი და ის ლევინე თქო პური თუ მოუნდა თუ არა და სოუზიც იყო სოუზი უყვარს დადგება ხალხო კი ვიცი ხა მოხუპული ბავშვები და ასე შემდეგო მაგრამ მაგით გავიზარდეთ ჩვენ სიმართლე გითხრათ ხო და მე კიდე რომც არა და მე გავაკეთე რამდენჯერ ის გუფთა რო გავაკეთე მე სუპით გავაკეთე გუშინ იყო მგონი ვიდეო რო არ მქონდა იმ დღეს გავუკეთე და ისიც პატარა ქვამით გავაკეთე და მე მუხამჭამა მე არ მიჭამე იმიტომ რომ ვიცოდი რომ არ მიირთვის მართლა და მუხამ შეჭამა მე რო რამე გეგა დადგება იქ კართან და იქ ხო არის ის სოუზი ეხა იმას ჭამენ სულ და ლობიოსი არ უყვართ დიდად სალათები იმათ არ უყვართ სალათები ჩემთვის უფრო ხო და მოკლედ Hello. აკეთებული აქ მაგის თქმა არის რომ მინდა შენ არ დაუწერე ისე მცხელა რაღაცა რომ საფლოყები ხო ხედავთ როგორ გამივარდისფრდა არ დაუწერე თოვლის ბაბუს წერილი ისე არ მოაქვს ეგერ ხო გესმოდა რო თქვა იმაში ჟოზესთან ვიდეოში რო თქვა თუ წერილს არ მომწერთო მე ისე რა ვიციო ვის რა გინდათო და როგორ მოვიტანო როგორ გვიძოდა ნახოთ თოვლის ბაბუა რა იქნება ესე არ დადის ის დედიკო კაი წესიერად და ძალიან ცუდად გამოდიხარ და ჩანხარ ეგრედე მე თუ მაგინებს ვიღაც ალბათ აბა რატომ გაგიშტა არა ასეთ დროს როგორ შეიძლება რომ წყალი არ იყოს ერთი დარიჩინი ვერ ვიყიდე დარიჩინიანი რო დავლიო ერთი რა არის როგორ გევა ერთ გოგოს უყურე რაღაც ცხიმის მწველი ის მაქო და რა ვიცი კომენტარებში ყველას კაი რაღაცა ეწერა მე მიჭერს ხალხო ის რომ ჩემს თავს მოვემსახურო განიგეთ თორე ისიც შეიძლებოდა რომ არ მომემატა ის წონა რაც დავიკელი თუ ჩანს ახაც დავიწყებდი ჭამას
მაგალითად ბრინჯი, კვერცხი, წიწიბურა, ის სალათები რო არის რაღაცა, მაგრამ მუხრანი მეუბნება იმას, რაც გაქვს ის ჭამოჯობია, სალათ აიწიო შენ აღირსო სალათის ფოთლები მით უმეტეს, კიტრი, პომიდორი, ყველაფერი. აი ხათმის ფილეს რომ მიირთვევენ, გამიტეხავ და გავგიჟდები, დედიკო, ეს მიყვარს ხო იცი? მიყვარს ხალხო ეს სარეცხისთვის და ამისთვის ჭიქაც მაქვს. სპეციალური ის რაღაც იმაში საჭმელში იდო, ესე საზომი ჭიქები. პლასმასის და ის ჭიქა მიდევს. მოკლედ სხვა მიყიდა რაღაც საკვები დანამატი და იმაში იდო. ძალიან პატარები არა. სადღაც ესე 200 გრამამდე რო არის ეგეთი. გოგითხრათ, არა, ყავის ჭიქის ზომა. 200-იანი არ იქნება ის. ყავის ჭიქის ზომაა ზუსტად. თუ არ მახსოვს ხელთ. მომედი და მომე შემოგევლე, ყოჩა. დიდი ამის სკალი არის ალკვაკ. და იმ ადამიანმა მომცა, იმან ორი იყიდა და ორივეში თითო იდო ეს. საზომად. ვიცი რომ არ გვაქვს. თბილ წყალს არ სვამენ ესენი. ვიცი რომ არ არის. დედას გული. სული. წავედი ხა ძირფასი დაგემშვიდობებით და მომავალ ვიდეომდე. ყველას გისურვებთ რომ თქვენს შეგხვედროდეთ სიურპრიზებით სავსე ცხოვრება. კარგი სიურპრიზებით სავსე ცხოვრება. ყველას გისურვებთ ამას.